მოგესალმებით მეგობრებო, ეს სამშაბათია და ყოველთვის შევიკრიბეთ განათლების, უმაღლესი განათლების ძირითადად საკითხებზე სასაუბროდ. კონკრეტულად კი იმასთან დაკავშირებით გამოცხადებული უმაღლესი განათლების რეფორმა, როგორ მიმდინარეობს, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს განათლების სისტემას და ზოგადად უმაღლესი განათლების პრობლემებზე. დღეს გვინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით სხვადასხვა ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს და გალში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. და უფრო კონკრეტულად ასევე რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მათ, ან რა გავლენა შეიძლება იქონიოს მათ მიერ უმაღლესი განათლების მიღების შანსებზე ამ გამოცხადებულმა რეფორმამ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ეს რეფორმის კონცეფცია არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას, არ აქვს არანაირი საფუძველი და არც არგუმენტი, თუ რატო უნდა განხორციელდეს აი ასე. და უფრო მეტიც ძალიან ბევრი გვისაუბრია იმაზე, რომ წარმოდგენილი გადაჭრის გზები არანაირად არ პასუხობს იმ პრობლემებს, რასაც უმაღლესი განათლების სისტემა დღესდღეობით უპირისპირდება. და ამისი კიდევ ერთ-ერთი ასპექტი არის ის, რომ არანაირი ანალიზი იმისა რეფორმის ავტორების მხრიდან არ ჩატარებულა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აი სხვადასხვა ჯგუფებზე ამ სხვადასხვა ღონისძიებებმა. როგორც წესი, როცა რაღაცა პოლიტიკას გეგმავს, სტრატეგიას წერდა, რეფორმას ატარებ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რა გავლენას მოახდენს ეს სხვადასხვა სპეციალურ ჯგუფებზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ჩატარებულა ამ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად ეს გავლენას მოახდენს ამ ჯგუფებზე. ამიტომ მინდა ეხლა ვთხოვო ადამიანებს, რომლებიც დღეს მოვიწვიეთ, აი რუსო ჭანტურია ისაუბრებს მოკლედ იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს, ან რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ბატონი კახა გაბუნია ისაუბრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს წარმოდგენილი რეფორმა და ასევე ილიაუნის სტუდენტი ალექსანდრე ბერაია ისაუბრებს ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირზე და გალში მცხოვრებ მოსწავლეებზე და სტუდენტებზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს და რა საფრთხის წინაშე დგას. მოდი დავიწყოთ რუსოს ვთხოვ, რომ დაიწყოს საუბარი და მერე ყველას გექნებათ კითხვების და აზრის გამოთქმის დრო. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში პატარა შესწავლას დავაკეთებ, ზოგიერთებისგან განსხვავებით ძალიან მეამაყება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემი პირველი ალმა მატერია. ბატონი ირაკლის ვეტყვი წალენჯიხაში დავიბადა და გავიზარდა და 1998 წელს, როცა თბილისში ჩამოვედი, ეს უნივერსიტეტი და მისი მეხუთე კორპუსი ჰარვარდიც იყო, კოლუმბიაც და ოქსფორდი ჩემთვის და ამიტომ ჩემს მასწავლებლებს აქედან მადლობას გადავუხდი. ეს მინდა და მეთქვა შესწავლად. ეხლა რაც ეხება უმაღლესი განათლების შემოთავაზებულ რეფორმას და მის გავლენას შშმ პირებზე. ლელამ სწორად აღნიშნა, რომ როცა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ხდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც რაიმე პრეტენზია გააჩნია და ამბიცია იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენს, ეს რეფორმის შემუშავება უნდა მოხდეს მონაწილეობითი პრინციპით და აუცილებლად უნდა მოხდეს იმის ანალიზი უფლებრივ ჭრილში, რა მოხდება ამ რეფორმის განხორციელების შედეგად და ასევე თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით.
მე ვეცადე რომ ძალიან მოკლე დროში გამაკეთებინათ მოკლე მიმოხილვა, პატარა მოკვლევა, თუ რა გავლენა ექნება ამ რეფორმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და აღმოჩნდა რომ ამ რეფორმას ექნება ორმაგი გავლენა ორი მიმართულებით. პირველი იქნება განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულება. სანამ კონკრეტულად ამ თემაზე გადავალ, მინდა საქართველოს მთავრობას შევახსენო, რომ განათლება არის უფლება და არა პრივილეგია და ეს ჯერ კიდე 1948 წელს გადაწყდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით. ასევე ჩვენი ქვეყანა არის ხელისმომწერი შშმ პირების უფლებათა დაცვის კონვენციის. ძალიან კარგად იცით განათლების სპეციალისტები ბრძანდებით ამ ეზოში, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ასევე ავალდებულებს ჩვენს მთავრობას, რომ განათლების სისტემა იყოს ინკლუზიური. მიუხედავად ამისა, ეს რეფორმა, როგორც ლელამ სწორად აღნიშნა, შეიქმნა ისე, რომ არანაირი შშმ პირების თემის ჩართულობა არ ყოფილა და რაც თავარია, განათლების სპეციალისტები ამ რეფორმის წერაში და შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ რეფორმას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა შშმ პირების განათლების ხელმისაწვდომობაზე, ის პრინციპები, რომელიც მასში არის ჩადებული, მაგალითად, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, დაფინანსების მოდელის ცვლილება, ეგრეთ წოდებული დეკონცენტრაციის პრინციპი პირდაპირ ზღუდავს შშმ პირების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ბატონი ირაკლი კობახიძეს ეტყობა გონია, რომ მაგალითად რუსთავში უმაღლესი განათლების მიღება, ზუგდიდში, ქუთაისში თუ ახალციხეში უბრალოდ რაღაცა მარტივი ლოჯისტიკური ამბავი არის შშმ პირებისთვის. მინდა საქართველოს მთავრობას შევახსენო, რომ ნებისმიერი კვლევით თბილისი არის ერთადერთი ქალაქი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მეტნაკლებად უძლებს კრიტიკას და არის ადაპტირებული მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ესე ვთქვათ, არსად არ წერია ამ რეფორმაში, რომ ექსკლუზიას აპირებს შშმ პირების და ესე ვთქვათ, გამორიცხავს განათლების სისტემიდან, ფაქტობრივად ეს ზღუდავს მათ უფლებას, რომ უმაღლესი განათლება გააგრძელონ და მიიღონ. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გითხრა ესეთი რაღაცა, რომ უმაღლესი განათლების მისია არისო ის, რომ შრომის ბაზართან იყოს თავსებადიო. როცა ამ პატარა მოკვლევას ვაკეთებდი, შშმ თემის წევრებსაც ვესაუბრე და ესმა გუმბერიძემ, რომელიც უსინათლო აქტივისტია და ხშირად არის ხოლმე შეერთების აქციებზე, ესმა მითხრა ესეთი რაღაცა. უმაღლესი განათლების მიღება იმიტომ გადაუწყვიტე და განსაკუთრებით სამართლის ფაკულტეტზე იმიტომ ჩავაბარა, რომ ჩემი უფლებები მცოდნოდა და ჩემი უფლებები დამეცვაო. უმაღლესი განათლება არის თვითრეალიზების წინაპირობა, ამ ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების წინაპირობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ინტეგრაციისთვის, მათ შორის სოციალური კავშირების დასამყარებლად. ამიტომ პრემიერ-მინისტრს ვეტყვი, ესეთი გაგება, უმაღლესი განათლების მისიის ესეთი გაგება არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ვიწრო გაგება. ჩვენ ვართ შედარებითი განათლების და საერთაშორისო განათლების სპეციალისტები და ერთ-ერთ ქვეყანაში ვერ იპოვით მაგალითს, რომ უმაღლესი განათლების მისია დაიყვანებოდეს მხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. ესეთი რაღაცა უბრალოდ არ არსებობს. რაც ეხება ეხა მეორე თემას, ხაზგასასმელია ის, რომ ამ რეფორმის, ესე ვთქვათ, მავნებლობა და უარყოფითი შედეგები განათლების სისტემას ცდება და საუნივერსიტეტო სივრცეს ცდება. იმიტომ რომ მთავრობამ გამოგვიცხადა რამდენიმე დღის წინ დადგენილება მიიღო და ჩაწერა, რომ კონკრეტული პროგრამები იხურება, ან მცირდება, ამას მოაყოლა სტუდენტთა მისაღები კვოტები და აღმოჩნდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორც არის ფსიქოლოგიის მიმართულება, მე დეტალებში აღარ შევალ, ქაბალტები მარინა არის აქ და თავისუფლებას არ მივცემ, რომ ხა ეს მიმართულება განვიხილო. მაგრამ სფეროს სპეციალისტებმა, როგორც თქვა, ეს იქნება მაგალითად სოციალური სფეროსთვის დამღუპველი. თუ შაშან 775 ადგილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიის მიმართულებით, წელს არის 310 ადგილი დარჩენილი და აქედან მხოლოდ 150 ადგილი არის თბილისში. მე სფეროს ექსპერტების აზრს ვახმოვანებ, ესე ვთქვათ და ვაჟღერებ. როგორც მითხრეს, ფსიქოლოგიის მიმართულება და ეს რგოლი, რაღაც დამხმარებელ რგოლი არ არის სოციალური დაცვის და მხარდაჭერის სფეროში.
ფსიქოლოგი სჭირდება მულტიდისციპლინური გუნდს, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ასევე რეაბილიტაციის ცენტრებს, დღის ცენტრებს, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების ადრეულ ინტერვენციას თუ აბილიტაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ამ მიმართულების, ესე ვთქვათ, ესე მკვეთრად შეკვეცა აზიანებს სოციალურ სფეროს და მხარდაჭერის და სერვისების მექანიზმებს, რაც საქართველოში არსებობს. ასევე ამ გადაწყვეტილებით გამოგვიცხადეს, რომ ის ვიწრო სპეციალობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირების მხარდაჭერის სერვისების ეკოსისტემის შექმნაში, ფაქტობრივად ნადგურდება. მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტები, მობილობის თერაპევტები, ქცევითი თერაპევტების მიმართულება. ეს ადგილები არის ფაქტობრივად გაუქმებული. ილიას უნივერსიტეტის მაგალითზე გეტყვით, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, ერთ-ერთი რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა არის ის, რომ ენისა და მეტყველების და თერაპიის და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ფაქტობრივად გააუქმა, მხოლოდ 5 ადგილი არის დატოვებული. ეს ინსტიტუტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების აბილიტაცია და რეაბილიტაციაში. აი მაგალითები რო გითხრათ, მაგალითად პირველად საქართველოში სწორედ ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ შეიქმნა ადრეული ინტერვენციის და განვითარების პროგრამა. ასევე ამავე ინსტიტუტი უზრუნველყოფდა ინტენსიური პროფესიული მხარდაჭერას საქართველოს 10-ზე მეტ სარეაბილიტაციო ცენტრისთვის. პირველად ამ ინსტიტუტმა დაანერგა ქცევითი თერაპიის მიდგომები, თანამედროვე მეთოდებით და 94 სტუდენტმა უკვე დაამთავრა ეს პროგრამა. ასევე ამავე ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ მოხდა აუტიზმის ადრეული მართვის მეთოდების დანერგვა. ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური მიმართულება, რომელიც არის ენის კომუნიკაციისა და მეტყველების თერაპია, ესაც ამ ინსტიტუტმა დაანერგა და უკვე გვყავს 65 სპეციალისტი ამ მიმართულებით. ასევე მოხდა ბავშვის ენის განვითარების კორპუსის შექმნა, სხვადასხვა გაიდლაინების შემუშავება, პუბლიკაციების გამოქვეყნება და ასე შემდეგ. ეხლა ბოლოს მინდა მივმართო შშმ ბავშვების მშობლებს. ყველაფერი ეს ძვირფასო მშობლებო და ეს მშობლები ზოგჯერ მგონია, რომ რაღაცა სუპერ ძალას ფლობენ ხოლმე, იმდენ ბარიერს აწყდებიან და უმკლავდებიან. რკინის ქალამას ამოიცმევენ ხოლმე და მართლა ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შვილების დასაცავად. მინდა მივმართო შშმ ბავშვების მშობლებს და განსაკუთრებით დედებს, რომ აი ეს სერვისები, რომელიც ისედაც მინიმალურია საქართველოში, ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად ფაქტობრივად უქმდება და სულ რამდენიმე წელიწადში ეს სერვისები თქვენი შვილებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომ მე ესეთი მოგზალებული თხოვნა მექნება თქვენთან, რომ არ დაიღალოთ, არ გაჩვენდეთ, იხმაურად გააპროტესტეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილების მომავალი და უფლებები დაიცვათ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რუსო. და მე შეიძლება მე მგონი დამოვიწყებთ, რომ გააკეთა მოკლე ძალიან კარგი ანალიზი ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ რეფორმამ. შეგიძლიათ ქართული განათლება საფრთხეშია Facebook გვერდზე ნახოთ ეს ანალიზი და ასევე მოკლე დასკვნები, მიგნებები ამ ანალიზიდან და მეც ვუერთდები რუსოს, რომ არანაირი უბრალოდ წარმოუდგენელი აბსურდია, რომ პროგრამები, რომლებიც უკვე აწყობილია, მუშაობს ამდენი ადამიანის სარგებლობს მათით, ამდენი ბავშვის სარგებლობს და მერე უცებ ადგენ და გააუქმო არაფრის გამო. ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას. ეხლა მინდა ვთხოვო ბატონ კახას ასევე ისაუბროს უმცირესობებთან, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც რაღაცა ძალიან ბევრი პრობლემას წარმოქმნის ეს რეფორმა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, კახა გაბუნია, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მე ამავე დროს წარმოვადგენ 10 უკვე გაუქმებული მულტილინგური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ვარ
და ნუ ალბათ ნუ არ მინდა ბევრი რამის ლაპარაკი შეიძლებოდა ზოგადად ამ დეფორმაზე, მაგრამ და შუათშორის ახლა პრინციპულად ყოველთვის ვიწყებ ხოლმე იმით, თუ რამე ესეთი გამოსვლა ამის მაქვს ხოლმე იშვიათი, რომ აი ამ ნუ წვრილმანს როგორ შეიძლება წვრილმანი ეწოდოს, მაგრამ აი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე საუბარი აუცილებლად ყოველთვის უნდა დავიწყოთ ხოლმე იმით, რომ პირველი რაც არის ცალსახა და მე არ ამგონია, რომ ამას თვითონ ის ამ დეფორმის ავტორები უარყოფდნენ, რომ ეს ცვლილებები, რა ვიცი, რა ქვია ეს კანონი არ არის, ნუ დეფორმა არის თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური. 27 მუხლის მესამე მუხლი არის სრულიად იგნორირებული. შესაბამისად, აი ეს მე ყოველთვის მინდა ხოლმე რომ იყოს ხაზგასმული ნებისმიერი გამოსვლის იმაში. ახლა რაც შეიძლება რატომ არის არ ვლაპარაკობთ იმაზე რომ არაკანონიერია, ახლა უკვე ამაზე აღარ ვისაუბროთ, მაგრამ ის რომ აი ეს არაკანონიერი რაღაცა კომპლექსი მთელი ქმედებებისა აშკარად არის გაუაზრებელი ყოვლად, აი ყოველგვარ ლოგიკას აცილებული და ნუ აი ეს ნაძალადევი ამ რაღაცა ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული, რომელიც ნუ აგერ დღეს რაღაცა მე სამწუხაროდ არ მინახავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ფაქტია რომ ესეც იმ ლოგიკასაც კი აცდენილია, რომელიც აი ამ ბაზრის კვლევიდან თითქოს უნდა გამომდინარეობდეს, ხო? კონკრეტული მაგალითი ახლა მე რადგან ეს ჩემი პროგრამა ვახსენებ, მე გადავალ უკვე უმცირესობებზე, მარტივია რა ხო, როგორ შეიძლება რომ რა კვლევაც არ უნდა ჩაატაროს საქართველოში, იმან გიჩვენოს რომ მასწავლებლები არ გჭირდება. ეს ხომ წარმოუდგენელია რა. ვიცით რომ არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა სწორედ მასწავლებლების მომზადება. ნუ კვლევის შედეგად როგორც ჩანს არ გჭირდება და ნუ შესაბამისად არ ვიცი ესეც ალბათ იცით უმრავლესობამ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დაწყებითი მასწავლებელი საქართველოში ვეღარ მომზადდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა უმაღლეს სასწავლებელში ეს პროგრამა არის უბრალოდ გაუქმებული. არა 5 წლიანი, იმიტომ რომ ეს იყო 300 კრედიტიანი და ვთქვათ, დაყვანა თუნდაც 3 წლიანზე, ვთქვათ 180 კრედიტიანზე, არათუ ეს, არამედ საერთოდ გაუქმებული, არ არსებობს უბრალოდ. ანუ არის ახლა მილევად რეჟიმში, ეთყობა იმ რაოდენობის მასწავლებლებს მოვამზადებთ ამასობაში ამ მილევად რეჟიმში, რომ ის სრულიად დააკმაყოფილებს საქართველოს მასწავლებლების აი ამ კოჰორტას და შესაბამისად ნუ აღარ გჭირდება. ახლა გადავალ უმცირე, ახლა რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პროგრამა, ვთქვათ, უმცირესობებისთვის. და ახლა აგერ აქ რუსიკო დგას, რომელმაც ალბათ ჩემზე მეტი შეეძლო რომ ესაუბრა ამ საკითხზე, უამრავი 2000 წლიდან მგონი ამ საკითხზე სამი სხვადასხვა ხელისუფლება გამოვიარეთ, რომ ეს საკითხები რაღაცნაირად აი ყოველ შემთხვევაში წინფეხი გადაგვიდგა, დღემდე არ არის რა თქმა უნდა მოგვარებული და კიდევ ბევრია ამ მხრივ სამუშაო. მივედით აი საბოლოოდ ახლა მე არ მინდა რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. ნუ ეს იყო სხვადასხვა ტიპის აი მაგალითად ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ითვლება ის ეგრეთ წოდებული 1+4 ქართულ ენაში მომზადების პროგრამა. შემდგომ აი ამის შეიძლება ითქვას განვითარება იყო აი ეს მულტილინგური განათლების პროგრამა, რომელიც ასევე ფოკუსირებული იყო სწორედ უმცირესობებზე და ეს იყო მთლიანად სისტემა, მათ შორის აი სწორედ სკოლის საკითხიც, იმიტომ რომ საიდან გაჩნდა ეს საკითხი? სკოლაში დღემდე არის უდიდესი პრობლემა ქართულ ან არაქართულენოვან სკოლებში და იცით ალბათ დაახლოებით 300-მდეა ნუ სკოლა და სექტორი არაქართულენოვანი საქართველოში და იქ დღემდე არის უდიდესი პრობლემა სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით. ნუ ის ამოაგდეს, ეგეც გაუგებარი ის იყო აბსოლუტურად გადაწყვეტილება სახელმწიფო ენა ჩასვეს და დაარქვეს სახელმწიფო ენის სწავლება, როცა მანამდე ყოველ შემთხვევაში ეს რამდენიმე წელია სულ იყო ქართული როგორც მეორე ენა, რომელიც ნუ რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა ბევრისათვის. ნუ ამას დავიდავანებოთ, მაგრამ თავარი რა არის, რომ იმ სკოლაში ვერ ახერხებენ სათანადო მასწავლებლების შეყვანას, ასე ვთქვათ. და ამ ქართულის
სწავლებას, რათა ყველაფერს დავინავანებოთ. ახლა აქ ლაპარაკი მარტო იმაზე ხო არ არის, არა რომ გამარჯობა გაგიმარჯვდეს საკომუნიკაციო ქართული. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება არაქართულენოვან მოსავლებს რომ ჩააბარონ ან ჰქონდეთ უფლება და საშუალება იმისა რომ იყვნენ თანასწორნი მათი ქართულენოვანი თანატოლებისა და შესაბამისად ვერც ერთი სკოლა ეს ნებისმიერ მე უამრავ კვლევაში მიმერია მონაწილეობა და ყველა ამ კვლევის მიხედვით ვერ ახერხებდნენ აი იმ გამოცდების ჩაბარებას, მისაღები გამოცდების ჩაბარებას, იცით ალბათ რომ ქართულია ჩასაბარებელი და ასევე სხვა საგნები, რომლებიც ასევე ქართულ ენაზე ბარდება. აი ამას ვერ ახერხებდნენ და ეს იყო უდიდესი პრობლემა, აი თითებზე დათვლიდა ადამიანი სანამ არ დაიძრა ეს ეგრეთ წოდებული 1+4 პროგრამა, რომელსაც თავისი უამრავი ალბათ ნაკლი აქვს. ახლა მე მთელი 2020 წლამდე ამ პროგრამის ხელმძღვანელი ვიყავი აქ თესეულში. ხო, 1+4 ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში არაქართულენოვანი აბიტურიენტი როგორ აბიტურიენტი აბარებს მხოლოდ უნარებში გამოცდას მშობლიურ ენაზე და ერთი წლის განმავლობაში სწავლობს ქართულ ენას. ამ ქართული ენის სწავლების დადასტურების შედეგად სერტიფიკატის, ესეც რა თქმა უნდა, მაინც ფორმალიზებულია, ახლა ყოველთვის ვერ ხდება და უამრავი პრობლემა ამასთან დაკავშირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრინციპი ეს არის, რომ ამის დადასტურების შემდეგ, რომ ამ სათანადო დონეზე შეისწავლა ქართული ენა, ის უკვე ირჩევს ნებისმიერ მიმართულებას, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე უნდა გავაგრძელო რა პრობლემებია ამ რეფორმის შედეგად. და ამ ირჩევს ნებისმიერ მიმართულებას, ნებისმიერ პროგრამას და პირდაპირ ყოველგვარი დამატებითი რამ გამოცდის ან რაღაცის გარეშე მაგალითად იწყებს სწავლებას სამართლის მიმართულებით, ან ვთქვათ ეკონომიკის და ასე შემდეგ. სხვადასხვა მათ შორის სამედიცინო ამასაც მნიშვნელოვანი ეს და იმიტომ. აი ეს არის პრინციპი. თავისთავად ახლა ესეც უნდა ითქვას, რომ ეს იყო თავიდანვე ასე მიღებული, რომ უნდა ყოფილიყო გარდამავალი პროგრამა 2018-მდე იყო გათვლილი და ამასობაში სამინისტრო იღებდა პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ, რომ სკოლებში აამაღლებდა ქართულის სწავლებას ისეთ დონეზე, რომ ეს პროგრამა საჭირო არ გახდებოდა. რა თქმა უნდა ეს ვერ გააკეთეს, შემდგომ მოხდა რომ გადაავადეს და ახლა არც ვიცი ბოლოს იყო უკვე რომ კვლევა ჩავატარეთო და გადასარევად გვაქვს საქმეო და საერთოდ გაუქმება უნდათ ამ პროგრამის. შარშანი იყო შარშანწინ იგივე მიქანაზე სხვა შორის, რომელიც ახლა მინისტრის პოსტზეა, მანამდე იყო განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი და იქ განაცხადა, რომ კვლევა ჩატარებული და ქართული იციან ფანტასტიკურად და აღარ არის საჭირო ამ პროგრამას. მე როგორც ჩანს კვლევა ვერ იპოვეს თუ არ ვიცი რა მოხდა, დარჩა ისე მოხდა რომ ეს უკან წაიღეს ესა და ეს 1+4 მოკლედ ვთქვათ დარჩა. მაგრამ აქ ხოჩეს ერთი ეშმაკობაც არის ჩადებული ამ რაოდენობებთან დაკავშირებით, ხო არის ნათქვამი რომ თითქოს და მაგალითად უნივერსიტეტს არ მოქლებია ადგილები და იგივე რაოდენობა დაახლოებით დარჩა. სინამდვილეში ასე არ არის. ახლა ეს აქ ამ რიცხვში, ამ რაოდენობაში შეყვანილი არიან სწორედ ეს 1+4-ის სტუდენტებიც, ანუ ისინი უნდა გამოაკლო იმ ციფრს და ვთქვათ თესეულის შემთხვევაში ეს დაახლოებით 700-მდე ადგილია, ასე ვთქვათ, რაც აკლდება რა თქმა უნდა იმ რაოდენობას. ეს კიდევ ცალკე საკითხია და ფინანსების საკითხია, მაგრამ ახლა აი ნახეთ როგორ იგივე ის 1+4-დან დავიწყებ, მე გადავალ შევეცდები ძალიან მოკლედ 1+4-დან ნახეთ რა ხდება ახლა. აი მაგალითად ახლა ილიაუნის მე სპეციალურად მოვიძიე ახლა სად რამდენი აქ ჩვენთან სადღაც 650-700-მდე სტუდენტი არის. ილიაუნიში არის 500-ზე მეტი, მინიმუმ 500. აი ილიაუნის მაგალითი ავიღოთ, მაინც უფრო კარგად რო გამოჩნდეს, რამხელა პრობლემა არის და მე თესეულსაც ვიყრი.
წარმოიდგინეთ, ამთავრებს 500 სტუდენტი, აი წელს, ახლა მიმდინარე წელს სწავლობს 500 ამ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე. კანონში წერია, ნუ არ ვიცი, კანონი ჯერ არ შეუცვლიათ, არც არანაირი ინსტრუქცია არ მისულა, ესეც დავადგინე, არც აქ, არც ილეავნიში და ეს სტუდენტები რო დაამთავრებენ, მათ აქვთ უფლება რომ აირჩიონ ნებისმიერი მიმართულება, რომელიც მათ უნივერსიტეტში არის. და ამ დროს ახლა 30 ადგილი არა თუ რაღაც ეგრე საბაკალავროზე. არ ვლაპარაკობ სამაგისტრო პროგრამებზე. სამაგისტროზე პირდაპირ ვერ გადახდება. შესაბამისად, ეს 500 კაცი თან შეუზღუდავად, აი ეს არის ძალიან საინტერესო. ანუ მაგალითად ამ 500 მემრო მოინდომოს მასწავლებლის მომზადების აი პროგრამებზე იქ რაც არის, ნუ ეს საგნობრივები, ხო? ვალდებულია ახლა ილეავნიშის, რომ 500-ივე მიიღოს. ანუ ხა ძალიან თუნდაც არ ქონია ილეას საქმე. ახლა ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან ნუ იცით, მოგეხსენებათ ალბათ, რომ ჩამოგვაჭრეს მაგალითად სამედიცინო, რომელზეც იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა სტუდენტებში. ჩამოგვაჭრეს მასწავლებლის, აი როგორც უკვე გითხარით, ორივე პროგრამა სხვათა შორის დაწყებითი, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჭალებში და მულტილინგური განათლების დაწყებითი პროგრამა. ეხლა როგორც წესი, აი მაგალითს გეტყვით ახლა შარშანდელს, შარშან 75-მა არაქართულენოვანმა სტუდენტმა აირჩია მულტილინგური განათლების პროგრამა. რატომ? ეხლა ამაზეც ორი სიტყვა. ეს არის პროგრამა, ჩვეულებრივი დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, რომელიც გათვლილი არის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების მომზადებაზე. ორენოვანი მასწავლებლის მომზადებაზე. ანუ გაძლიერებული ენობრივი კომპეტენციებით, როგორც ქართულში, ასევე აი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლიურ ენაში და აი ამ ორ ენაზე გაკვეთილის ჩატარების, ნუ ეხლა იქ რა თქმა უნდა ჩვენ სამინისტროს პოზიცია გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს მულტილინგური განათლების პროგრამა, ცოტა სხვა სახელი აქვს, მაგრამ ნუ რეალურად უნდათ რომ ეს სკოლები უნდათ ეხლა არ ვიცი როგორაა, გადაეყვანათ ამ ორენოვან განათლებაზე, ბილინგურ განათლებაზე. იქ უამრავი სხვადასხვა მიმართულებაა, მაგრამ რა მიმართულებაც ახლა აქვს აღებული, ასე ვთქვათ, სამინისტროს, ჩვენ ახლა რა თქმა უნდა იმ სკოლებისთვის ვამზადებთ და ვითვალისწინებთ იმ მიდგომას, ეს არის კლიელი ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება და აი ამ მიმართულებით ვამზადებდით აქამდე ყოველ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტებს და სხვათა შორის აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო დიდი მოთხოვნა. ახლა ოფიციალურად ჩვენ სულ 15 ადგილი გვქონდა გამოცხადებული, ანუ საგამოცდო ცენტრისიდან, მაგრამ ამ არაქართულენოვანი სტუდენტების კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 75-მა სტუდენტმა მოინდომა სწავლის გაგრძელება. ახლა ეს სტუდენტი, ეს 75 სტუდენტი სწავლობს მაგალითად ახლა ამ პირველ კურსზე და ნუ აი მე ბოლოში აუცილებლად წაკითხოთ ერთ-ერთი სტუდენტის, ნუ აი შემზარავია ჩემთვის წერილი, რომელიც დადო რა ახლა როგორც პოსტი Facebook-ზე. აი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ახლა გამოდის ისე რომ მათ ერთი ვარიანტია რომ უნდა გადავიდნენ სხვაგან და წარმოიდგინეთ რომ პრაქტიკულად გამოდის რომ სხვა ფაკულტეტზე, სხვა ფაკულტეტზე როგორც სხვა მიმართულებაზე, ნებისმიერ პროგრამაზე, გამოდის რომ ნული აღიარება ექნება იმ კრიტერიებზე, იმიტომ რომ ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებული ეს არის თვითდაწყებითისგანაც კი საკმაოდ განსხვავებული არის. და მე აი ახლა მაგალითად არ ვიცი ჩემ სტუდენტებს რა მოთხრა, ახლა მაგალითად ვერ მეუბნები რა, იმასაც ვერ მეუბნები. კი ვიცი რომ 31 წლამდეა, მაგრამ ხვალ შეიძლება გადაკრეავდეს ხო კიდევ რაღაცა შრომითი ბაზრის კვლევით და აღმოჩნდეს რომ ესეც არ აჭირდებათ და გამოვა რომ მოვატყუე, არ მინდა რა ახლა ეს ვერ პასუხობ. და მეუბნები კიდეც პირდაპირ რომ მე აი ვერც იმას გეტყვით რომ დარჩი, აი საშინე კატასტროფული მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით. ისევე როგორც სხვათა შორის იმ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე არიან, ნუ არ ვიცი რა, ისეთ ძიმე დღეში რომ იმიტომ რომ არავის არ უთქვა სხვათა შორის ახლა ამბობენ რომ მისცემენო სხვა უნივერსიტეტებში გადასვლის საშუალებას, რაღაც ძალიან მეეჩვევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა კანონში შესაძლებელი. ხო, თუ ეს ასე იყო და ასე ქონდათ გადაწყვეტილი, უნდა გაითვალისწინებდეთ. მარტივია რა, არც კი უთიქრიათ ამ თემაზე. თორემ, როგორ შეიძლება ახლა ადამიანმა
გადაწყვიტო რომ არ გჭირდება დაწყებითი მასწავლებელი, მაგრამ გჭირდება ფიზიკის მასწავლებელი. ხო, აი წარმოუდგენელია. რაც დაწყებითი გააუქმო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ბაზრის კვლევას ეყრდნობიან. ვატრიალებ ამ ბაზრის თემას, მაგრამ ფაქტია რომ იქაც კი არ არიან თანმიმდევრული და იმდენად გაუაზრებელია ყველა მოსალოდნელი შედეგი, რაც ახლა კიდევ მე ხა ბოლომდე რა ვიცი, უამრავი რაღაცა შეიძლება ახლა ეს დამოკიდებულება თუნდაც ყველაფერს თავიდანვანებოთ ამ სტუდენტების ახლა ნდობა, როდესაც დავიწყებ ჩვენ მე ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტიური სული შემდგელი მარტო არ ვიყავი რა თქმა უნდა აგერ ბათუმის სიკოცი იყო ამ ასე ვთქვათ ინიციატ მაშინდელი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სამინისტროში მაგრამ ნამდვილად აი პირველივე დღიდანვე ვიყავი ჩართული ამ ამბებში და შემიძლია გითხრათ რომ ეს ნდობის მოპოვება იყო მთელი უზარმაზარი და წლების ამბავი და მართლა ძალიან სერიოზული წინსვლაა რა 3-1-ზე არის ხალხურ თესეულში მაგალითად სურვილების და მიღებულების რაოდენობა ანუ კონკურსია რა აქ მოხვედრას და დამერწმუნეთ მე შემიძლია ამ სრული პასუხისმგებლობით თქვა რომ ეს ასე ვეღარ იქნება და აღარ იქნება არ იქნება უბრალოდ იმიტომ რომ ამ ნდობის დაკარგვა არის და მე მისი აღდგენა რაღაცა ძალიან მძიმე ახლა რა ვიცი პრინციპში ახლა რა თქმა უნდა ბავშვი ახლა სტუდენტი წერს რომ ეს რა არის ეს როგორ შეიძლება ეს არის წარმოგიდგენთ აზერბაიჯანელი ბავშვია ეს სტუდენტია რომელიც წერს რომ თქვენ იქით წერს იქით როგორ წერს ასე რამეს რომ ქართულის სწავლებას როცა გულში ახვარს სენტო რაღაცა ეს არის მე გავაზიარებ აუცილებლად ამ სტატუსს მე მადლობა ცოტა გამიგრძელდა ბოლოში, მაგრამ კიდევ იმდენია სალაპარაკო სამწუხაროდ ცოტა არ მინდა რომ გადაგყავდეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის. კითხვები ხომ მე ერთად აი როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა და რუსთომაც აღნიშნა და სულ ამას ვაპარაკავთ, რომ აი ყველაფერი ეს გატარდა ისე სრულიად გაუაზრებლად, გარდა იმისა, რომ რაღაცა რეალურად მავნებლური შედეგები აქვს, არის სრულიად გაუაზრებელი და საერთოდ არ არის გათვალისწინებული არავისი მოსაზრება და კონკრეტულად იმ ადამიანების, ვისაც პირდაპირ ეხება, იმიტომ რომ მართლა ადამიანებმა ჩააბარეს ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, უნდა გადასულიყვნენ მერე საბაკალავრო პროგრამაზე და ეხლა უცებ აღარ არის პროგრამა და საწავლის კაცოს პასუხი არ აქვს და აწი უნდა მოიფიქრონ რომ შეცვალონ ის კანონი, ანუ ეს პოსტფაქტუმ რაღაცა ხდება სასწრაფოდ ნახალი იმების გამოგონებად რა ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა და ბევრ ადამიანზე გავლენას ახდენს. ეხლა მინდა ვთქვა ილიანის სტუდენტს ალექსანდრე ბეგაიას ასევე გვესაუბროს მოგესალმებით მეგობრებო პირველ რიგში, ყველას მადლობა მოგზაურობისთვის და დავამატებდი რომ ალბათ ჯავახიშვილი ვერ იფიქრებდა რომ 105 წლის შემდეგაც არ შევიკრიბებოდით და მსგავსი პრობლემები გვექნებოდა. საბედნიეროდ იარაღის ძალით არ გვიწევს განათლების დაცვა, მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან დიდი განსხვავება არ არის. მოკლედ პრობლემებსაც შეეხება პრობლემები უამრავია და ესე ვერ ჩავატარებთ რა და ესე ვერ ამოვწურავთ. მინდა ყურადღება გავამახვილო პირველ რიგში ზოგადად ამ დეფორმის მნიშვნელობაზე, როგორ გავლენას მოახდენს იგი აფაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს ერთი. მეორე, როგორ გავლენას მოახდენს კონკრეტულად სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება და მესამე, როგორ გავლენას მოახდენს ზუგდიდის უნივერსიტეტის კვოტების შემცირება და ასე შემდეგ და შეიძლება რომ გაჟღერდა სხვათა შორის მოსაზრება, რომ შეიძლება რომ ზუგდიდის უნივერსიტეტიც გაუქმდეს. ამაზე თავს ვერ დავდებთ. მოკლედ, რაც შეეხება ზოგადად განათლებას, ენგურს გადაღმა ადამიანებისთვის, განათლება არის ერთ-ერთი მოტივატორი, რის გამოც ისინი აქეთ გადმოდიან და როგორღაც რუსიფიკაციას გაურბიან. ამას ვამბობ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს ერთი. მეორე ის, რომ სოხუმის უნივერსიტეტი არის როგორღაც ლეგიტიმური აფხაზეთის, ქართული აფხაზეთის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. და სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმებით ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება როგორღაც ჟარგონს ვიხმარო კაცრავად, გაправებას ცდილობს ალბათ აფხაზეთის
ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაც ფორმით აღიარებისა. ეს ერთი. მე ისიც რომ სოხუმის უნივერსიტეტში უამრავი გალელი სწავლობს და უამრავი გალელისთვის უბრალოდ ზუგდიდის უნივერსიტეტში და უამრავი გალელისთვის ზუგდიდის უნივერსიტეტი არის ბევრად მოსახერხებელი ვიდრე თბილისის ნებისმიერი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ზუგდიდი ახლოს არის და ამით მათ აქვთ ასე ვთქვათ რაღაც სახის პრივილეგია. რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას, მეგობრებო, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაღაცნაირი კავშირი განათლებით თუ შევინარჩუნებთ მხოლოდ. მათ შორის სახალხო დიპლომატიის გზაც მგონია რომ განათლებაზე გადის, იმიტომ რომ ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები, ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ენგურს გადაღმა ცხოვრობენ, არიან ერთ-ერთი ხელსასაჭიდი, იმიტომ რომ ადრე იყო რომ ბევრი პროგრამებით ისინი გადმოდიოდნენ კონტროლებად ტერიტორიაზე და როგორღაც ჩვენს ახალგაზრდებთან ამყარებდნენ რაღაც დოზის კომუნიკაციას და იგებდნენ იქიდან რომ ბევრი პრიორიტეტი აქვთ ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე გადმოსვლით. ასე რომ ერთადერთი რაც მინდა რომ ესე მოკლედ ვთქვა და ამოვწყურო, მინდა რომ ყველას მოგიწოდოთ რომ არ დაუნებდეთ და ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრების წინაშე გვაქვს ხვალი მოსახდელი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრეს. და კიდევ ერთი ჯგუფი ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც საფრთხის წინაშე რომელთა განათლების ხელმისაწვდომობა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს უახლოეს მომავალში. ასევე მე მინდა ვთქვა, ეხლა შემოგვიერთა ესმა, რომელსაც მინდა ვთქვა, მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვით ვითქვას ასევე თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ რეფორმამ. ესე იყავი, მეცადე ეს არის გაგიგებთ. ესე გავაკეთო? სამას დავამაგრებ მიკროფონს. ანუ ხალხის საით როგორ მოგესალმებით და ეს რეფორმა მართლაც რომ პირველ რიგში გარიყავს ყველა მოწყვლად ადამიანს და გამორიცავს განათლებიდან. დღევანდელ ხელისუფლებას როგორც ჩანს, ეს ჭირდება კიდეც, იმიტომ რომ განათლებული, მაგრამ ფინანსურად თქვა ღარიბი ან სხვაგვარად მოწყვლადი ადამიანი, რომელსაც ისინი ვერ დაასაქმებენ, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური თანამშრომლებზე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე ვერ მოაწყვეს ეკონომიკა ისე რომ ყოფილიყო ეს მოთხოვნა. ამიტომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ვერ დაასაქმებენ მათ, იმიტომ რომ არ არის მათი ნაცნობები, მათი ნათესავები და ამ ადამიანებს იციან რომ გაუჩნდებათ პროტესტი იმის გამო და კითხვები თუ რა ხდება გარშემო. განათლება ზუსტად ეს არის, განათლება უმაღლესი, ხო, უნივერსიტეტი არ არის ის რომ გასწავლოს რავი ჭრაკერვა ან თუნდაც სარჩელის დაწერა მაგალითად. უმაღლესი განათლება გვჭირდება იმისთვისაც მათ შორის რომ ჩვენი უფლებები ვისწავლოთ რთული ტექსტების გააზრება, შევხვდეთ სხვა წრის, სხვა წარმომავლობის ადამიანებს, გქონდეს ეს დიალოგი აკადემიური, რაღაცა დებატი ვისწავლოთ, რაღაც სხვა აზრი მოვისმინოთ იმ წრისგან განსხვავებული, რომელშიც ჩვენ ზოგადად ვტრიალებთ. ეს არის პირდაპირ ასევე თვითგანვითარების კონსტიტუციურ უფლებასთან პირდაპირ მიბმული და არა მხოლოდ რაღაც პროფესიის ათვისებასთან, რომ შემდეგ როგორც ნივთმა კონვეიერში გადაინაცვლოს სამუშაო ადგილას. მე ვიტყვი აქ შიშემოპირებზე და ასევე ქალებზე თუ რა გამოწვევა გვექნება. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ იმ საზოგადოებაში, სადაც ბიჭებისგან განსხვავებით გოგოებს არ უშვებენ მაგალითად სხვა ქალაქში სასწავლებლად. არის ჯერ კიდევ ეს. მე პირადად ვიცნობ ოჯახს, რომელმაც ეგ გააკეთა, ანუ თავისი შვილი არ გამოუშვეს თბილისში სასწავლებლად და მოკლედ იმიტომ რომ ქალია და გოგოა და მიმხედავი ჭყალებში ატავდა. ეს სხვადასხვა რეგიონში ვლინდება ეს სიტუაცია. ასეთ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ ჩააბარონ და წავიდნენ ქვეყნის მეორე პოლოში ასეთ ქალებს. სადაც ქალაქში, სადაც შეიძლება არ წყავდეთ ვინმე ნაცნობი. შიშემოპირებს რაც შეეხებათ, ხა თბილისში ვიცით რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ცხოვრობს.
შესაბამისად ყველაზე მეტი შშმ პირიც აქ ცხოვრობს. მით უმეტეს რომ რეგიონებში არ არის სერვისები, არ არის განათლების შესაბამისი ხარისხი, ამიტომ ძალიან ბევრი ოჯახი გადმოდის კიდეც თბილისში სამედიცინო მიზნით, განათლების მიღების მიზნით. მეც მათ შორის და ჩემი ოჯახიც ჩვენს თავის დროზე ესე გადმოვედით თბილისში სასწავლებლად. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ და ნუ აქ ახლა ასე თუ ისე რაღაცა ტიპის გარემო მაინც არის მისაწვდომი, ერთი-ორი პანდუსია სადღაც, ერთი-ორი ხმოვანი შუქნიშანია სადღაც, ავტობუსებში ცხადდება გაჩერებები. რა ხდება ამ დროს რეგიონებში? სადაც შშმ პირი უნივერსიტეტებს ზოგიერთს არც უნახავთ და არც იციან თუ რომელიმე მათი სტუდენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის და სწავლობს და არც მოუთხოვია ვინმეს იქ გარემოს მისაწვდომობა. როგორ უნდა ისწავლონ ამ ადამიანებმა, როგორ უნდა წავიდნენ თბილისიდან, სადაც რაღაც მინიმალური გარემო მაინც მოირგეს, შეეჩვენენ, შეისწავლეს, აითვისეს, სად უნდა წავიდნენ და კიდევ ხელთავიდან უნდა იბრძოლონ, რომ დაიმკვიდრონ თავი. ეხლა მეორე საკითხი არის კიდევ რომ უმაღლესი განათლების დონეზე ინკლუზია არც გვაქვს საერთოდ ამდენი წელი ამაზე ვსაუბრობთ და ეს პატარა რეფორმაც კი დღევანდელმა მთავრობამ ვერ განახორციელა და რატო გგონია რომ ეხლა ამ ხელა რეფორმას ისე განახორციელებს რომ ადამიანები არ მოყვებიან და არ აღმოჩნდებიან ამაში გაჭლეტილები. ძალიან საინტერესო კითხვა არის. იმას რო თავი გავანებოთ, რომ როცა შემცირდება სტუდენტების რაოდენობა უნივერსიტეტებში, შემცირდება ლექტორების რაოდენობაც. და პირველ რიგში როგორ ფიქრობთ, ვის გაუშვებენ, როგორც ყოველთვის, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გაუშვეს პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წამყვანი, როგორც სხვა ტელევიზიები და პირველ რიგში შშმ პირები დაგვითხოვეს, ასევე დაითხოვენ პირველ რიგში შშმ პირებს და პირველ რიგში ისინი დაკარგავენ ამ სამსახურს თუ ასევე საკუთარი აზრის გაჟღერების შესაძლებლობას, საკუთარი რაღაცა სარგებლის მოტანის შესაძლებლობას საზოგადოებისთვის. პირველ რიგში ეს ადამიანის ლექტორები აღმოჩნდებიან გარიყულები. აი, დარწმუნებული ვარ ამაში სამწუხაროდ. და მაგის გარდა ის ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ, რომ თესეუს საერთო საცხოვრებელი ყოფილიყო ადაპტირებული მისაწვდომი შშმ პირებისთვის და რატო გგონია, რომ ამდენ ქალაქში, ამდენ უნივერსიტეტს ერთბაშად ამ ყველაფრისთვის მოამზადებს. როდესაც განათლების სისტემა სასკოლო განათლებაში იმდენი ვერ მოახერხეს, რომ არასპეციალიზებულ სკოლა დამთავრებული უსინათლო, მაგალითად დღეს ვერ აბარებს ეროვნულ გამოცდებს, ვერ ხვდება უნივერსიტეტში, ეს არის ფაქტი. ჩვენ ასევე არ ყავს არც ერთი ყრუ სტუდენტი, მაშინ როდესაც ევროპაში ყრუ პროფესორებიც არიან. რატო, ხო? იმიტომ რომ ამისთვის ვერ ამზადებთ სასკოლო სისტემა. და რატომ გგონია რომ ამ ხელა რაღაცას პატარა შედარებით მცირე მასშტაბიანი რეფორმა ვერ გაატარეს და ამ ხელა რაღაცას შეეჭიდნენ და რა ვიცი ერთ წელიწადში გვიპირებენ აი ამ რეფორმის განხორციელებას. ხო, ლოგიკურია რომ ეს არის განწირული მარცხისთვის, ადამიანების მარცხისთვის, თორე რა თქმა უნდა ისინი რა შედეგიც მათ ჭირდებათ, რომ ნაკლები განათლებული უნარიანი ადამიანი, რომელიც კითხვებს დასვამს, მით უკეთესი მათთვის. ეს არის მთელი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს განათლების სისტემაში, იმის გარდა, რომ რა თქმა უნდა თუ ადგილების შემცირდება უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვლადი ადამიანები, ვისაც სასკოლო განათლებაზე, საუნივერსიტეტო მზაობაზე არ მიუწვდებოდათ სათანადოდ ხელი, ისინი აღმოჩნდებიან სწორედ უნივერსიტეტების მიღმა. და აი ამ შესაძლებლობას პირველ რიგში ესეთი ადამიანები დაკარგავენ. აი ამის თქმა მინდოდა, რომ ეს ყველას გვახსოვდეს, რომ ეს უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და სხვა შორის ისიც სიმპტომატურია, რომ აი სასკოლო რეფორმებზე რო გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სახელმწიფოს საჯარო სკოლებში იქნება ფორმები. ანუ თანასწორობა საჯარო სკოლებში გვჭირდება და კერძო სკოლებთან არ გვჭირდება თანასწორობა. ყველაზე მეტი უთანასწორობა სწორედ საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლე ბავშვებს შორის არის და ამ უთანასწორობას რას ვუშვებით და რითი ვშველით. მადლობა. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა ესმას ამ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით, მაგრამ ქალებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზეც არავის ესეთ
საკითხებზეც რა თქმა უნდა არ ვფიქრე და ზოგადად უთანასწორობაზეც, რომელსაც როგორც ბევრი ყველანი თანხმდებით, მე მგონი რომ გააღრმავებს ეს რეფორმა და ასევე იმ საკითხზე, რომ მართლა იმდენი საკითხია მოსაგვარებელი, პრობლემური, აი თუნდაც შეზღუდული საზოგადოების მქონე პირებისთვის ფიზიკური, ინფრასტრუქტურული ადაპტირება იქნება თუ პროგრამების და რაც გასაკეთებელია, ის გაკეთებად შედარებით იოლად შეიძლება და რაღაცა არ არსებულ იმებს ებრძვიან და ასრულებად არარაციონალურ დაუსაბუთებელ ცვლილებებს ატარებენ. კი ბატონო, დავამატო და ერთ რაღაცას დავამატებ, კიდეც დავამაკროთ ბინაკი თუ როგორ. იცით რას ვიტყვი კიდევ ჩვენ და ამათ რა აქვთ ხოლმე რომ თითზე დახვეული რომ აი პერსონალური ასისტენტის პროგრამა გვაქვს და გამოიყენოს ასისტენტი და გადავიდეს სხვა ქალაქში და ისწავლოს. მაგრამ პრობლემა ის არის რომ იმისთვის რომ ჯერთი წლებია ვიღაცები რიგში დგანან და ეს სერვისი მომსახურება ყოველთვის არ არის მისაწვდომი და ამაზე რა თქმა უნდა არგუმენტი აქვს რომ ბიუჯეტში ფული არ ყოფნით თურმე და მეორე ამბავია რომ ასისტენტის სერვისს გასცემს მუნიციპალიტეტი. ანუ უნდა იყოს ჩაწერილი, უნდა იყოს მცხოვრები იმ მუნიციპალიტეტის, სადაც ისარგებლებ ამ დამხმარის პროგრამით. და შენ თუ ვისაც საკუთარი სახლები აქვთ და ბინები მრავალი და მილიონები, ამას ვერასდროს ვერ გაიგებენ, როგორი რთული არის, როცა შენ არ გაქვს საკუთარი სახლი, რომ სადმე ვინმესთან ჩაეწერო, მიეწერო. როგორ ყველას ეშინია, როგორ ამაში ხალხი ფულს იხდის, ეძებენ ვინმეს რომ ოღონდ ჩაეწერონ, მე როგორ ამოწერენ ხოლმე ისე რომ არც იციან და მე სერვისებზე წვდომას კარგავენ. აი ესეც იმიტომ რომ ჩვენ ბედს წყვეტენ, ეხლა მილიონერები და ეს ამ ადამიანების თავში უბრალოდ ვერ შედის. დიდი მადლობა, ესეც მართლა მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ისეთია და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ ისეთი ადამიანები წყვეტენ ჩვენს ბედს, ვინც თქვათ ჩვენს პრობლემებს ან სხვა და სხვა ჯგუფის პრობლემებს ვერ გაიგებენ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეხლა მინდა ვთხოვო თუ ვინმეს კიდე უნდა მოსაზრების გამოთქმა, აი კოკას უნდა და კიდე ვის ბატონო? კი ბატონო. მობრძანეთ ქალბატონო მარინა და შემდეგ კოკა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ხელმისაწვდომობის შემცირებაზე აქ უკვე ძალიან ბევრი ელაპარაკეს და ისეთმა ადამიანებმა, ვინც პროფესიონალები არიან ამ საქმის, კიდევ თვითონ ბენეფიციარები, ამიტომ მე ამაზე არაფერს არ ვეთქვი, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ასეთ შემთხვევაში არის ერთ-ერთი, რომელიც ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის საჭირო კვალიფიკაციაა. სწორედ ვილაპარაკებ იმაზე, რაც შეეხება კვალიფიკაციებს. 20 თებერვალს გამოცემული მინისტრის ბრძანებით დარგი ფსიქოლოგია და კვალიფიკაცია ფსიქოლოგი ფაქტობრივად გაუქმებული გახლავთ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ 90-იან წლებში უნდა რომ კვლავ დააბრუნოს განათლების სისტემა, 90-იან წლებში 5 წლიანი იყო ფსიქოლოგის განათლება და ამ 5 წლის შემდეგ გაიცემოდა დიპლომი ფსიქოლოგიის მასწავლებელი, რომელიც დღეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიცემა. არსებობს გარკვეული პროფესიული სტანდარტი, იმიტომ რომ ფსიქოლოგს ისე როგორც საერთოდ ფსიქოლოგია არის რეგულირებადი პროფესია. ეს რეგულირებადი პროფესია მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში იმით, რომ ჯერ დოქტორის ხარისხი უნდა ჰქონდეს და მერე უნდა ჩააბარო ლიცენზირებაზე და აიღო პრაქტიკის უფლება. თუ არა და მინიმუმ მოთხოვნა არის, რომ უნდა ჰქონდეს მაგისტრატურის დონეზე განათლება და შენის სწავლების პერიოდი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 300-დან 360 კრედიტამდე. არაფერს არ ვამბობ მერე კვალიფიკაციაზე. თუ შევხედავთ ამ სიტუაციას, გამოდის 180 კრედიტს პლუს 60, ეს არის 240 კრედიტი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველოში ვითომ ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მატარებელი ადამიანი სინამდვილეში არის დაუმთავრებელი სპეციალისტი, რომელიც ერთი არ ფლობს სიღრმისეულ ცოდნას,
მეორე არ აქვს პრაქტიკული უნარები და მესამე არ შეუძლია ადეკვატური ინტერვენციის განხორციელება იმ ადამიანებისათვის და ეხება სკოლის ფსიქოლოგებს და კლინიკურ ფსიქოლოგებს, რომლებიც მას საჭიროებენ. ეხლა არაფერს აღარ ვიტყვი იმის შესახებ, რომ ეს გავრცელდება სოციალურ მუშაკებზეც, ეს გავრცელდება აგერ ბატონო მასწავლებლებზეც და ფაქტობრივად ჩვენ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქაღალდზე იქნება ვითომ უმაღლესი განათლება და სინამდვილეში ამას საერთო არაფერი არ ექნება უმაღლეს განათლებასთან. ეხლა მეორე, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სტრუქტურული საკითხი. ჩვენ გვეუბნებიან და დაჟინებით გვარწმუნებენ იმას, რომ გამართული ნაბიჯებით მივდივართ ევროპისაკენ, თუმცა ეხლა გვაქვს პაუზა. ეს არის სიცრუე განათლებასთან მიმართებაში, რადგან ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ უნდა გქონდეს იგივე სტანდარტები, რაც არსებობს ევროკავშირში, ხოლო ამ განათლების რეფორმით ერთადერთი აწყობილი სისტემა, არა იურისპრუდენცია, არა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიღებული კანონები, არა მედიის მიმართ რეპრესიული კანონები, ერთადერთი აწყობილი სისტემა, რომლითაც მეტნაკლებად ახლოს ვიყავით ევროპასთან დღესდღეობით, აი ამ რეფორმის მიხედვით ეს მთლიანად იშლება. შესაბამისად, ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ ჩვენ ამაყად გვეტყვიან, რომ იცით რა, თქვენ არ ჯდებით სტანდარტებში და ამიტომ ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან უნდა გაბრძანდეთ. აი ეს არის შედეგი ამ გამოცხადებული რეფორმის. და კიდევ ერთი წმინდად პრაგმატული საკითხი. წეგან მივედი ლელასთან და გადავამოწმე. ამ წუთას სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაახლოებით 3000-მდე აკადემიური პერსონალია. თუ 14000 სტუდენტს მივიღებთ, ალბათ უახლოეს 3 წელიწადში. ნებისმიერი სტანდარტით 14000 სტუდენტი უნდა გაყოთ 20-ზე, იმიტომ რომ ერთი სტუდენტი, უკაცრავად ერთი მასწავლებელი სტუდენტების რაოდენობასთან ეს არის საშუალო ჯერადი და შესაბამისად გამოდის, რომ ეს 3000 მასწავლებელი, თავის სხვადასხვა ცენზიანად უნდა ჩამოვიდეს 700 ადამიანზე. ასე რომ ის რაც წინასწარ იყო ნათქვამი, საითკენაც მივდივართ, ეს ცხადდება. და კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს გახლავთ იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობები დადის მინიმუმამდე, რადგან ის რაც ამ წუთას ძირითადია, ანუ ინტერდისციპლინური მიდგომა ნებისმიერი საქმის სწავლებისათვის, ის ფაქტობრივად ჩამოდის ნულზე. ეხლა თქვენ თვითონვე გადაწყვეტეთ, ექვემდებარება თუ არა, კიდე თანხმდება თუ არა, მოქმედი ხელისუფლების ძირითად მიზანს, რაც შეიძლება დამშორდეთ ევროპულ სივრცეს, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა. ჩემის აზრით, სრული თანხმედრაა და ეს არის მე უკვე გუშინდელი დღიდან აღარ ვამბობ რეფორმაზე არაფერს, ეს არის გამოცხადებების კვალობაზე მოწოდებული, ასე ვთქვათ, ინტერვენცია, რომელიც მთლიანად შლის უმაღლესი განათლების სისტემას, არაფერი რო ვთქვათ იმაზე, რომ 12 წლიანი განათლება ასევე ფაქტობრივად ნიშნავს ამ სივრციდან გამოსვლას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამასაც. და ეხლა კოკასაც მინდა გადავცე, ისეც. მოგესალმებით, კონსტანტინე ვეკუა, ისევ და ისევ აფხაზეთიდან, სალამ არ დავბრუნდები, ასე მეკნება საქმეები. როგორც ხედავთ, არაერთი შეხვედრა ჩატარდა და ვხედავთ, რომ მიმართულებები, რომელსაც ეს დეფორმა იწვევს, ხო და ეხება, მრავლდება, ტიაკლებულობს, მრავლდება. ანუ და ერთი წლის ლოგიკას რო დავაკვირდეთ, მიმდინარე მოვლენების ლოგიკას, მათ შორის განათლების სფეროში უარესობას მოსდევს. სავარაუდოდ ასე თუ გაგრძელდა და ამას ხელი არ შეუშალეთ, კიდევ უფრო გაფართოვდება ეს უარესობა და მავნებლობა.
შესაბამისად ჩვენ ვხედავთ არაერთი შეხვედრა, ინიციატივა, ფორმატი, გაერთიანება არის დაარსებული ამ ბოლოხნის განმავლობაში და ჩვენ ვხედავთ რა შესანიშნავი შესაძლებლობაა, სადამ შეგვიძლია რომ ის ინფორმირება ამა თუ იმ პრობლემაზე მოხდეს. ეს არის აუცილებელი. მაგრამ ამ ეტაპზე თუ დავჭით, ალბათ ინფორმირება კიდევ უფრო მეტ პრობლემაზე გვექნება განსახორციელებელი მომდევნო თვეების განმავლობაში და ალბათ ყველაზე უარეს შემთხვევაში მოვა დრო, რომ ამასაც ვერ შევძლებთ. იმისათვის რომ უკუ მიმართულებით წავიდეთ და ყველაფერი თავის კანონიერ და აკადემიურ ჩარჩოებს დაუბრუნოთ, მე ასეთი შემოთავაზება მაქვს და რეკომენდაციასავით, იმიტომ რომ ხედავ რომ შაბათს მაგალითად აქ შეხვედრა რომ იყო რაღაცნაირად ეს ზოგჯერ ვფიქრობ ეს კოლხური ზრდილობა არ გაიშვას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველას მიეცა საშუალება და ბოლოს როცა ჩემი სიტყვა მოვიდა გასაქცევი გვექნა აქციაზე და არ გამოვიდა რომ ჩემი სათქმელი ბოლომდე მეთქვა და ვეცდები დღეს დავასრულო. ეს სათქმელი, იმიტომ რომ აუცილებელია აი ეს მრავალი ჯგუფი, რომელიც უკვე არის და სავარაუდოდ კიდე მოემატება აბიტურიენტების მხრიდან, მშობლების მხრიდან, სტუდენტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ კი გონია თითქოს პასიურები არიან და აქ თითქოს ცოტაა. ჩვენ საკმარისი ვართ, სამი ქართველი უკვე ბევრია, თუ ვიცით რა გვინდა და როგორ მივახციოთ ამას. და ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფებს შორის აუცილებელია კოორდინაცია. დეცენტრალიზებული მოქმედება მისასალმებელია, აუცილებელია, საჭიროც არის და ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ გარკვეული კოორდინირება უნდა მოხდეს. ამისათვის საჭიროა რომ იმ უნივერსიტეტებით მაინც დავიწყოთ და იმ დაჯგუფებებით მაინც დავიწყოთ, რომლებიც ცალსახად და გააზრებულად მთელი სული და გულით ეწინააღმდეგებიან ამ დეფორმას. საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს მისი უკან გაწვევა და გაუქმება, რასაც უნდა მიყვეს ის კანონები, ეგრეთ წოდებული კანონები, კანონი კარგი სიტყვაა საერთოდ, მაგრამ ის რაც ხდება იმას კანონი არ ქვია, ესეც უნდა გაუქმდეს. და იქამდე მისაღწევად ჩვენ თუ კოორდინირება არ მოვახდინეთ ამ ჯგუფებს შორის, ახლა ვიღაცა შეიძლება არ მოუთხოვოთ იმაზე მეტი რა რისი გაღებაც შეუულია, ხო, მაგრამ ყველა რესურსი არის ძვირფასი, თუ ვინმეს რაღაცა რისკები და რაღაცა შიშები აწუხებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება მზარდი პერსპექტივის იყოს, ამისთვის რაღაცა კოლეგიალურ ფორმატში, ფართო წარმომადგენლობით შეიძლება მოხდეს პროფკავშირების, უნივერსიტეტების წარმომადგენლობები, არის კიდევ შესანიშნავი ქართული განათლება საფრთხეშია, აგერ ეს ფორმატი, მათ შორის გამოვიყენოთ ეს განსახილველი ფორმატები იმისათვის, რომ არა მარტო რომ ვისაუბროთ, არამედ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები და ამისათვის ერთმანეთს შორის შევთანხმდეთ. თუ არა და მე ვფიქრობ, რომ ეს თუ არ მოხდა, როგორც უკვე ერთი წლის განმავლობაში 3-4 ჯერ მაინც თეატრალურთან, ილიანისთან და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მუხტი აწეულია, ნელ-ნელა ეს დაიკლებს და მე ისიც მინავდება ის რაოდენობაც, რაც გამოსულია. ასე რომ კოორდინაციას მე მგონი ალტერნატივა არ აქვს და თუ გვინდა რომ დავიცვათ მაინც, უცოტა დავიცვათ მაინც არსებული მონაპოვარი, ეს ერთიანობის პრეცედენტი უნდა მივცეთ. ჩვენ თუ ამას არ ვიზამთ, არ სტუდენტი იზამს ამას და არც სხვა. ამიტომ ჩვენ მივცეთ მაგალითი, გავერთიანდეთ ვისაც შეგვიძლია, უკვე ცოტა არ იქნება დასაწყისისთვის 4-5 რეალობა მაინც რომ შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, სამოქმედო გეგმებზე შევთანხმდეთ და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. უკმაყოფილება იზრდება უნივერსიტეტებსა და დარგობრივ გაერთიანებების უკან მშობლებშიც და სხვადასხვა სეგმენტში მასწავლებლებს შორისაც არის უკმაყოფილება, ზოგი რაღაც მიზეზების გამო შეიძლება გაჩერებულია, მაგრამ გარედანაც უნდა მივეხმაროთ, რომ ეს თავი მარტო არ იგრძნონ და რაღაცნაირად გაათავისუფლონ ის სათქმელი და უკმაყოფილება, რაც დაგროვებულია. ამის კაპიტალიზება და კოორდინირება უნდა მოხდეს. ისიც, ვინც გამოდის მათ შორის, ისიც, ვინც გარკვეული მიზეზებით დროებით ან საერთოდ იკავებს თავს. მაგრამ ზუსტად იცის, რომ ეს მას ეხება და ძალიან ცუდად გაგრძელდება ეს ამბები, ჩვენ თუ რაღაცნაირად არ გადავტეხეთ ეს ამბავი. ნახოთ რა გამოვა, იმიტომ რომ ისე როგორც მიდის, ჯერჯერობით არ ჩერდებიან, შეტევაზე მოდიან და ჩვენი ამბავი უკან იხევს. გავერთიანდეთ კოორდინირება, ერთმანეთს დავეხმაროთ, კომპეტენციები უამრავია, ცოტაც არა ვართ, სინამდვილეში არა ვართ ცოტა. და ეს ყველა ძალა მე შეიძლება მივმართოთ. ერთი სოხუმის უნივერსიტეტის შემთხვევაში მაგალითად, იქაც ბევრი წინააღმდეგია ამ დეფორმის მიმართ
ვილიაუნი სადაც მოწოდების სიმაღლეზეა, აქაც და ასე შემდეგ. განათლება არის როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია ოკუპირებული, ისე ესფეროც არის ოკუპირებული. იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი, დედა უნივერსიტეტი, ეს იყო საერთო სახალხო შეთანხმება, ბევრნაირი ფორმით, საერთო სახალხო შეთანხმების შედეგია, ეროვნული ერთსულოვნების შედეგია და ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვისაც, რომ ეს დავიცვათ, იმიტომ რომ 90-იანებისკენ კი არა, კიდე უკან მიგვაქანებენ, რომ საერთოდ არაფერი არ ქონდეს და ქართველი ერი თავისი მოწოდებით არის წიგნიერი ერი. ვიცით, ეს ახალი ამბავი არ არის. მადლობა. დიდი მადლობა. იცით, აი თანდათან მახსენდება რაღაცები, რადგან წლებია ვლაპარაკობ, ეხლა შეიძლება ისე არაპროფესიონალურად გამოვიდეს, რომ მე სამჯერ მოვედი უკვე მიკროფონთან, მაგრამ რეალურად მართლა წლების ნამუშევარი, ნალაპარაკები, ნაწერი რაღაცები არის და ან ძალიან ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდნენ თავის დროზე. თუნდაც ის კი არა რომ რაღაც პროფესიები გააუქმო, ხო? პირიქით, ბევრი პროფესია არის გასაჩენი, ის კი არა რომ მეტყოლების თერაპია მინიმუმზე დაიყვანონ და ინკლუზიური განათლების ცალკე პროგრამები გააუქმონ, დახურონ. პირიქით, ინკლუზიური განათლების პროგრამებში საჭირო არის სპეციალიზაცია. იმიტომ რომ ერთი სპეცმასწავლებელი ვერ იმუშავებს ერთნაირი წარმატებით, ყრუპირთან, უსინათლოსთან, აუტიზმის მქონე ბავშვთან, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთან, არ ვიცი, ვინც ხელს კარგად ვერ იყენებს, თქვათ, მოტორიკა არ აქვს კარგად განვითარებული. ამ ყველას ევროპაშიც და ამერიკაშიც არის სპეციალიზებული სამაგისტრო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით ინკლუზიური მასწავლებლების გადასამზადებლად, რომ ზუსტად შენზე მორგებულად გასწავლონ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, რომ მე სივრცეში ორიენტაცია შეგეძლოს კარგად და უნივერსიტეტში რომ მოგინდება რომელიმე ტექნიკურ საგანზე ჩაბარება, აი მაგალითად ხარ უსინათლო და გინდა ტექნიკურ საგანზე ჩაბარება, ხო? ამბობენ არ გვინდა სოციალური მეცნიერებები, გვინდა მეტი ზუსტი მეცნიერება. რა ხდება ამ დროს? არის მზად უნივერსიტეტი ან სკოლა აძლევს თუ არა ბავშვს უსინათლოს იმდენ მზაობას, რომ ჩააბაროს და ისწავლოს სხვებთან ერთად, მაგალითად ფიზიკაზე ან ქიმიაზე თუნდაც, ხო? და შემდეგ დასაქმდეს, იმიტომ რომ დასაქმებისთვის არ გვაქვს მისაწვდომი საიტები, რომ უსინათლომ იმუშაოს, ხო, თანაბრად ყველასთან და იყოს კონკურენტუნარიანი. არ გვაქვს მისაწვდომი მასალები, მაგალითად არ საარქივო მასალებთან და ისტორიულზე რო ჩააბარო. საარქივო მასალებს ისეთ ფორმატში არის, რომ ხმოვანი პროგრამა ვერ კითხულობს. და აი ამ ყველაფერზე არაფერს არ აკეთებენ. უბრალოდ დაკავებულები არიან უნივერსიტეტების დაფრენით, რასაც ქვია, იმის ნაცვლად, რომ რეალური შინაარსობრივი მუშაობა გაწიონ და მართლა პროფესიები დაამატონ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ესმა და ოკასაც მადლობა და ვეთანხმები იმაში, რომ გაერთიანება და კოორდინირება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიცი, იმედია ეს რაღაცა მომავალში, უახლოეს მომავალში მოხერხდება სხვადასხვა უნივერსიტეტების მხრიდან, იმიტომ რომ ყველა საფრთხის ქვეშ ვართ მართლაც და ყველას დიდი მადლობა, ვინც ამისთვის რაღაცას აკეთებთ. კიდევ ვინმე ხომ არ უნდა მოსაზრების გამოთქმა? კა, თუ ბოდიში წინა დაიწყო, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი, ერთი პუნქტის შესაძლოა რახან ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამ მიმართულებით არ არიან. კახამ ძალიან კარგად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ამ რეფორმით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეექმნებათ, მაგრამ დაახლოებით სურათი რო გითხრათ, ილიას უნივერსიტეტი და თესეუ 60%-ზე მეც იღებდა ქართული ენის პროგრამაში ერთად აღებული. ანუ კახამ როგორც აღნიშნა, 500-ზე მეტი სტუდენტი ყავდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ილიას უნივერსიტეტს. მე აქვე ვიტყვი ერთ დათქმას, რომ არ მაქვს არანაირი აფილიაცია ილიას უნივერსიტეტთან, უბრალოდ კვლევაზე დაფუძნებით გეუბნებით, უშუალოდ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი, 4 სხვადასხვა კვლევა ჩატარდა, მათ შორის სასტარტო კვლევა და 10 წლის შემდეგ იგივე კვლევა, იგივე მეთოდოლოგიით ჩალოტაბატაძის ორგანიზაციის მიერ. თუ ჩვენი მთავრობის წევრები ამ კვლევებს გაეცნობოდნენ, ნახავდნენ, რომ ილიას უნივერსიტეტი ქართული ენის პროგრამის მიმართულებით იყო ერთ-ერთი ფლაგმანი.
და სხვისთვის მისაბაძი სხვა უნივერსიტეტებისთვის. ეს კვლევები თვალნათლივ აჩვენებს, რამდენ ძალისხმევას დებდა ილიას უნივერსიტეტი ამ მიმართულებით. მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თუ თსუ-ში შემოსული შემოსავლები ამ პროგრამიდან არ იხარჯებოდა, ნახევარი ისე რჩებოდა, ესე ვთქვათ, ილიას უნივერსიტეტი იმაზე მეც ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა ქართული ენის პროგრამით ჩარიცხული სტუდენტებისგან. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მთავრობისთვის ხარისხი არ არის არანაირი ცვლადი და არ ვიცი რა მეთოდით და როგორ მოხდა ამ პროგრამების ესე ვთქვათ გაუქმება და გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ფაქტია, რომ 10 წლის განმავლობაში, კი არა და 2009 წლიდან, რაც არსებობს 1+4 სისტემა, ილიას უნივერსიტეტი იყო მისაბაძი მაგალითი და ეს პროგრამა არ იყო მხოლოდ ქართული ენის მომზადების პროგრამა, ეს იყო ინტეგრაციის პროგრამა. ერთ-ერთი მაგალითი, რასაც აკეთებდა ილიას უნივერსიტეტი, ეგრეთ წოდებული ტუტორიუმის პროგრამა, მაგალითად, სხვადასხვა ესე кейსადმი გქონდა ხოლმე საერთაშორისო კონფერენციებზე, იმიტომ რომ ტუტორიუმის პროგრამის ფარგლებში სხვა სტუდენტები ეხმარებოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის არა მხოლოდ აკადემიურ ნაწილში, არამედ იმაში, რომ ესწავლათ თბილისის მეტრო, როგორ მუშაობს, ტრანსპორტი როგორ მუშაობს, დაყავდათ მუზეუმებში და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, უბრალოდ არ არიან აქ ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები და არ შეიძლება არ მეთქვა, რომ მინდა მოუწოდო ჩვენს მთავრობას, რომ იქნებ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ კვლევებს მაინც გაეცნოს, რაც უკვე არის ხელმისაწვდომი ამ მიმართულებით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხარისხი იყოს განსაზღვრელი ცვლადი და ფაქტორი და არა მათი რაღაცა არ ვიცი რა რაღაცა მემკვიდრეობის პრინციპი, მაგალითად რომელიც სრულიად გაუგებარია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ძალიან საინტერესო საუბრები გქონდა. თუ არავის უნდა კიდევ სიტყვის თმა, მაშინ მომავალ სამშაბათს შევხვდებით. ალბათ კიდევ რამე ახალი სიახლე გვექნება ამასობაში.